ვაშინგტონმა გამოაქვეყნა იმ პირების სია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს სახელმწიფოს მიტაცებაში ეხმარებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ერთპიროვნულად ოლიგარქმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. წარმომადგენლობით პალატაში მეგობარი აქტის დამტკიცების შემდეგ სწორედ კონგრესმენმა ჯონ ვილსონმა გამოაქვეყნა ის სია, რომელზეც ამერიკელი კანონმდებლები მუშაობენ და კატეგორიების მიხედვით დაყვეს ის ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ შეერთებული შტატების და ამ შემთხვევაში ვაშინგტონის სამიზნე პოტენციური სანქციების სიაში. 6 კატეგორიის მიხედვით დაყვეს ვაშინგტონში ეს ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან ოლიგარქიულ რეჟიმს, ესენი არიან მინისტრები, ასევე დეპუტატები, მოსამართლეები, სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელები, ასევე პროპაგანდისტები, რომლებიც ასევე მედია საშუალებების დახმარებით ეხმარებიან ოლიგარქის რეჟიმს და ასევე აღნიშნულ სიაში არიან ბიზნესმენები, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი კარის ბიზნესმენები, მათ შორის ვანოჯ ხარტაშვილი, ნოშევა ნამორაძე, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ბიძინა ივანიშვილს და პირდაპირ ან ირიბად ეხმარებიან ოლიგარქს ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში და სხვადასხვა ფორმით ხელისუფლების შენარჩუნებაში. სია არის ზუსტად 38 პირიანი და კონგრესმენებმა სიაში მოაქციეს ყველა ის ადამიანი, თანამდებობის პირი, მათ შორის დედაქალაქის მერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, თუმცა პასუხისმგებლობას ისიც ვერ გაექცევა და ყველა ადამიანი ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პოტენციური სანქციების სიაშია. ეს არ არის სანქციების სია, თუმცა ეს არის სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად აძლიერებენ ოლიგარქიულ რეჟიმს და ბუნებრივია მეგობარი აქტის წარმომადგენლობით პალატაში დამტკიცების შემდეგ უკვე სწორედ ეს ადამიანები განიხილებიან შეერთებული შტატებისთვის, რომლებიც შესაძლოა მომავალში აღმოჩნდნენ სანქციების სიაში. კონგრესმენები პირდაპირ ამბობენ, რომ ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმი დღეს აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და მას ხელს უწყობენ სხვადასხვა პირები, სხვადასხვა ფორმით, ამიტომაც საჭირო იყო, რომ შეექმნათ აღნიშნული სია. გარდა ამისა, მინისტრების და დეპუტატების გარდა სიაში არიან მაგალითად ის პროპაგანდისტები, რომლებიც ეხმარებიან ოლიგარქს, ირაკლი რუხაძე, ტელეკომპანია იმედის მფლობელი ვასილ მაღლოფერიძე, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის არაფორმალური მმართველი თინათინ ბერძენიშვილი და ყველა ეს ადამიანი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მცრუ პროპაგანდას ავრცელებენ და ასევე ეხმარებიან ოლიგარქს ძალაუფლების შენარჩუნებაში. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სია, რომელიც დაეხმარება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ თითოეულ ადამიანს დააკისროს პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთქმის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ვერც ერთი ადამიანი, ვინც ასე ძალიან გაამწარა ქართველი ხალხი და ვინც მას მომავალს ართმევს, ვერ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას და ამისთვის არის სწორედ შექმნილი მეგობარი აქტი. ეს ადამიანები პირველად ისია, ეს გაიზრდება აუცილებლად, მაგრამ ეს არის ის თავარი დასაყრდენი, რომელსაც დღეს ეყრდნობა რუსული ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში და თითოეული ან პირის დასანქცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საბოლოოდ ქართველმა ხალხმა მიაღწიოს გამარჯვებას და დაიბრუნოს სახელმწიფო, რომელიც ახლა მიტაცებული აქვს რუსულ ოცნებას. აბსოლუტურად ყველა ჩამოთვლილი პირი ჯდება ლოგიკაში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების მიტაცებაში ეხმარებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ სიაში მოყვანილი და ჩამოთვლილი, როგორც ბიზნესიდან, ასევე პროპაგანდისტები, ასევე მისი პარტიული მოკავშირეები და სხვები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო არის საგარეო საქმეთა მინისტრი. იმიტომ რომ როგორც წესი საგარეო საქმეთა მინისტრთან სხვა ქვეყნები იტოვებენ ხოლმე ფანჯარას და ხიდს საკომუნიკაციოდ, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომ თუ კიდევ ვინმეს იმედი აქვს, რომ რახან ამ სიაში არ არის რაღაცნაირად დალაგდება ბიძინა ივანიშვილთან და სანქციები ასწდება, მე ვგულისხმობ სხვადასხვა ბიზნესმენებს და მეწარმეებს, მიაქციოს ყურადღება საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ამ სიაში ყოფნას, იმიტომ რომ ამ რეჟიმთან, ესე იგი შეერთებულ შტატებს, არაფერი საერთო აღარ აქვს. ეს არის იმ პირების პასუხისმგებლობის აქტი, თან ძალიან მძიმე პასუხისმგებლობის აქტი, ვინც შემჩნეულია ადამიანის უფლებების დარღვევაში, სახელმწიფოს მიტაცებაში და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრაში. ის სია, რომელიც გამოქვეყნდა, მოიცავს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოიცავს ქართული ოცნების რუს პროპაგანდისტებს, მოიცავს ეგრეთ წოდებულ ბიზნეს
ბიზნესებს, რომლებიც სინამდვილეში არის ივანიშვილის შავი ფულის ყულაბა და ასევე მოიცავს იმ სახელმწიფო ორგანოთა ხელმძღვანელებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო მიტაცებაში. სპექტრია თეორიულად შესაძლებელი, ეს არის რა თქმა უნდა არალეგიტიმური ხელისუფლება, მათ შორის საკანონმდებლო, მათ შორის სასამართლო, პროკურატურა, ყველა ის პირი, რომელიც უკვე სანქცირებულია ან პოტენციურად მომავალში დასანქცირდება, ამიტომ საკმაოდ ვრცელი სია იქნება. კონგრესმენები აღნიშნული სიის გამოქვეყნებით პრაქტიკულად უკანასკნელ გაფრთხილებას აძლევენ რეჟიმის მხარდამჭერებს, რომ სწორ მხარეს დადგნენ და ასე ვთქვათ, აღარ დაეხმარონ ოლიგარქიულ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში. კონგრესმენმა ჯობლსონმა მეგობარი აქტის წარმომადგენლობით პალატაში დამტკიცების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის მუძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა ფრთხილად უნდა იყოს, მხარი დაუჭირონ ახალ თავისუფალ სამართლიან არჩევნებს, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა და წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგების წინაშე დადგებიან. ეს არის პრაქტიკულად გამაფრთხილებელი სია სწორედ ამ ადამიანებისა, რომ შეწყვიტონ რეჟიმის დასპონსორება პირდაპირ ან ირიბად და ხელი შეუშალონ ოლიგარქიულ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში. როგორც უკვე გითხარით, სანქცირებულ პოტენციურ სიაში არიან მათ შორის პროპაგანდისტები, სხვადასხვა ტელეკომპანიების ხელმძღვანელები, ვასილ მაღლაფერიძე, თინათინ ბერძენიშვილი და სწორედ ამ ადამიანების სანქცირებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლებიც, მათ შორის ნინო ზაუტაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ადამიანებმა ახლა უნდა გაითავისონ, რომ სწორედ ისინი აღმოჩნდებიან ერთ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების სიაში და დროულად უნდა შეუშალონ ხელი საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გაატაროს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები. ისინი არიან სიაში, პროპაგანდისტების სიაში და როდესაც სანქცირდება ამ მიმართულებით და მართავ მედია საშუალებას, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან მედია საშუალებას, როგორიც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისთავად ცხადია, ეს ძალიან ცუდი ნიშანია ყველასთვის, ვინც იქ მუშაობთ, საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებამ ისედაც ნაწილმა ყოველ შემთხვევაში ზუსტად იცის, რომ ვასილ მაღლაფერიძე ფაქტობრივი მმართველია. საზოგადოებრივი მაუწყებლის და ყველაფერი რაც ხდება მისი ნებართვით და ხელდასმით. ეს ძალიან ცუდი ფაქტია თავისთავად. ის რომ ის სანქციებში მოყვა ნიშნავს იმას, რომ ესეთი ადამიანი არ უნდა მართავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკას. კონგრესმენებმა აღნიშნულ სიაში ჩასვეს არა მხოლოდ პროპაგანდისტები და ბიზნესმენები, მათ შორის მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და ასევე მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრიც მაკა ბოჭორიშვილი. ხშირ შემთხვევაში დიპლომატები ამ ასე ვთქვათ ნაბიჯს არ დგამენ ხოლმე, რადგან საბოლოოდ მაინც იტოვებენ დიპლომატიურ გზას მოლაპარაკებებისა, თუმცა ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრიც დღეს ასე ვთქვათ არის მიჩნეული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დახმარებაში, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ვეღარ ხედავს რაიმე ფორმით მოლაპარაკების შანსს ოლიგარქიულ რეჟიმთან და ახლა უფრო მკაცრი და გაცილებით მძიმე ნაბიჯების დრო დგება.